რომ არა კონორ მაკგრეგორი MMA და კერძოდ UFC ესეთი პოპულარული ვერასდროს ვერ იქნებოდა და ეს ყველა მიცის ვინც კი არის MMA-ის ოდნავ პატარათი გულშემატკივარი. კონორი პირველი იყო ვინც UFC-ში წელზე მოიხია 2 წონითი დივიზიონის ქამარი. The double champ does what the fuck he wants. ასევე კონორი პირველი სპორტსმენია, რომელმაც UFC-ში 3 წონითი დივიზიონში მოიგო ბრძოლები ნოკაუტით. And any one of these little melting fools can get it. Even that little fool at the desk. ყველაზე სწრაფი ნოკაუტის სატიტულო ბრძოლაშიც მას ეკუთვნის. ტრეშ-თოლკი მაკგრეგორს ყველაზე მწარე ენა ჰქონდა, ის თავის ოპონენტებს ისეთ დღეში აგდებდა ოქტაგონამდე პრეს-კონფერენციებზე, რომ ისინი ადიოდნენ ოქტაგონში უკვე განადგურებულები. I'm a fucking pimp. Fucking Gucci Mick. And without me, this whole fucking ship sink. და რა თქმა უნდა, სწორედ რომ კონორმა იშოვა UFC-ში ყველაზე დიდი ფული. მაგალითად, რამოდენიმე წლის წინ მან თავისი კომპანია, ვისკის კომპანია, მარტო $600 მილიონ გაყიდა. ჰაბიბის და კონორის ბრძოლამ კი, რა ვიცი, ყველა რეკორდი კი მოხსნა. ეს იყო UFC-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. და დღეს თქვენ ამ ლეგენდაზე ყველაფერს გაიგებთ, გაიცანით. UFC-ის ყველაზე მდიდარი მებრძოლი ნოტარიუს კონორ მაკგრეგორი. The notorious Conor McGregor! UFC-ის ვარსკვლავის ისტორია იწყება ირლანდიიდან. კონორი დაიბადა 1988 წლის 14 ივნის დუბლინის სამხრეთ რაიონში, რომელსაც ჰქვია კრამლინი. ბიჭუნა იზრდებოდა უბრალო მუშათა ოჯახში. ბავშვობიდანვე კონორი იყო გატაცებული ფეხბურთით, რომელიც იყო ისეთი პოპულარული ქვეყანაში, რომ აბსოლუტურად ყველა ბავშვი ოცნებობდა გამხდარიყო ბექჰემი ან ზიდანი. მაკგრეგორიც ამ კატეგორიას მიეკუთვნოდა. სხვათა შორის ბიჭუნა ნორმალურად თამაშობდა ფეხბურთს ადგილობრივ ბავშვთა საფეხბურთო გუნდში და იყო მანჩესტერ იუნაიტედის გადამკვდარი გულშემატკივარი. დროთა განმავლობაში კონორი სულ უფრო მეტ დროს ატარებდა ქუჩაში, სადაც მუდმივად ხვდებოდა უსიამოვნო სიტუაციებში. აქედან გამომდინარე, მაკგრეგორმა ჩხუბი ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე MMA-ში. მაგ დროს ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ წლების მერე, სწორედ რომ ჩხუბით ის გახდებოდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სპორტსმენი დედამიწაზე. მუჰამედ ალი იყო მებრძოლი, რომლის ფანიც ვიყავი ბავშვობიდანვე. 11 წლიდან უყურებდი მის ჩხუბებს და ერთხელ ქუჩაში ჩხუბი მომივიდა. ვიღაც ტიპმა დამარტყა ხელი. მე გავჩერდი და ვიყვირე მუჰამედ ალი და ვტენე. ტიპი წაიქცერის მერეც მას მუხლი მივაყოლე და იდაყვით თავში. ნუ მერე მის მეგობრები გაიჩიტნენ 6 კაცი და გამხიეს ტრაკზე. სწორედ ამ ჩხუბის მერე კონორმა გადაწყვიტა ვარჯიში კრიუზე. ადგილობრივ ლეგენდასთან, ოლიმპიური თამაშების 2 გზის მონაწილესთან, ფილიპ სატკლიფთან. ძალიან კარგად მახსოვს პირველად როგორ შემოვიდა კონორი დარბაზში. მას ბუცები ეცვა და ეგრევე გაეშურა კრივის ტომარასთან სამუშაოდ. ერთ-ერთ მწვრთნელმა უთხრა, შვილო, გაიხადე ბუცები, ეს არ არის ფეხბურთიო. მაკგრეგორი ჩუმად გავიდა გასახდეში, გაიძრო ბუცები, შემოვიდა ფეხში შველა და გააგრძელა მუშაობა ტომარასთან. ერთი შეხედვით ის ჩვეულებრივი ბავშვი იყო. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბიჭუნა გააგრძელებდა ვარჯიშს. 15 წლის ასაკში კონორი კრივმა ისე გაიტაცა, რომ ბიჭუნა ვარჯიშებს უთმობდა დროის უმეტეს ნაწილს. მაგ დროს მაკგრეგორის სპარინგ პარტნიორი იყო ტომი განი, დამწყები გრეპლერი და მომავალი UFC-ის მებრძოლი. ბიჭები ყოველდღე ვითარდებოდნენ, ტომი სწავლობდა კრივს მაკგრეგორისგან, კონორი კი ამხეცებდა გრეპლინგს და ჯიუ-ჯიტსუს. სკოლის დამთავრების შემდეგ მშობლების დაჟინებული თხოვნით ბიჭუნა მოეწყო სამუშაოდ სანტექნიკოსად. კონორი მალევე მიხვდა, რომ ამ სფეროში ის ვერ განვითარდებოდა, ვერ იშოვდა საკმარის ფულს და მიიღო თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. დავიკიდე სანტექნიკოსობა და მთლიანად დრო დაუთმე ვარჯიშებს. მჯეროდა, რომ ერთ დღეს ჩემი შრომა დაფასდებოდა. ყოველი დიდებული კაცის უკან დგას არანაკლებად დიდებული ქალი. ეს ფრაზა იდეალურად აღწერს კონორის წარმატების საიდუმლოს. მაკგრეგორს დიდევლინი კაიხანი მოწონდა და აი ერთ დღეს 19 წლის ასაკში მან მოიკრიბა გამბედაობა და ერთ-ერთ ღამის კლუბში მივიდა მასთან გასაცნობად. ახალგაზრდებმა ის საღამოსვე გაცვალეს ტელეფონის ნომრები და მალევე შეუყვარდათ ერთმანეთი. რამოდენიმე თვეში წყვილმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა და დუბლინიდან 30 კილომეტრში იქირავეს პატარა ბინა.
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მაგ დროს კონორი შეიძლება ითქვას თავისი შეყვარებულის ხარჯზე ცხოვრობდა. დევლინი კაფეში მუშაობდა, მიმტანად მაგრეგორი კი დღე-დაღამე ვარჯიშობდა და იღებდა სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას 188 ევროს ოდენობით. დი ყოველ დილას ქოქავდა თავის ძველ პეჟოს, მიყავდა კონორი ვარჯიშებზე და მერე მიდიოდა სამუშაოდ. საღამოს კი დაღლილი წყვილი ოცნებობდა ნათელ მომავალზე და დიდ ოჯახზე. დი ყოველთვის გვერდში მედგა, მირეცხავდა ტანსაცმელს, იმზადებდა კვებას, ალაგებდა სახლს, მივყავდი ვარჯიშებზე, მაძლევდა ჯიბის ფულს. მან დიეტოლოგიაც კი შეისწავლა იმისათვის, რომ მე სწორი კვება მქონოდა. ის იმდენ რამეს ასწრებდა, უბრალოდ დაუჯერებელია. დევლინი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც ჯეროდა, რომ ერთ დღეს შრომა დაფასდებოდა. კონორს ძალიან აწუხებდა ის ფაქტი, რომ ის დის ხარჯზე ცხოვრობდა, ამიტომ ყოველდღე ვარჯიშობდა, ეცნობოდა სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებებს, სწავლობდა ფსიქოლოგიას და ერთ დღეს მან ბლოკნოტში დაწერა, რომ მალე დევლინი აღარ იმუშავებს, რადგან მათ ბევრი ფული ექნებათ. 2007 წელს დამწყებ მებრძოლმა დუბლინში რამის ფეხით შეაღო ერთ-ერთი MMA-ის დარბაზი, რომელსაც ერქვა Straight Blast Gym. პირველივე ვარჯიშზე კონორმა ყველას გამოუცხადა, რომ ერთ დღეს ის გახდება საუკეთესო მებრძოლი. მაგ დროს მაგრეგორს არ ჰქონდა MMA-ის გამოცდილება, მაგრამ მან სპარინგზე მაინც გამოიწვია დარბაზში საუკეთესო მებრძოლი Owen Roddy. ყველასათვის მოულოდნელად გამოუცდელ ბიჭუნამ დააფინიშა ეს სპორტსმენი ფეხით კორპუსში და შემდეგ სასპარინგოდ დადგა გოგონასთან Aisling Dailysთან. კონორმა არც ეს გოგონა დაინდო და მუცეში დარტყმით დაკეცა. ეს ყველაფერი დაინახა ჯონ კავანამ, დარბაზის მწვრთნელმა, რომელმაც იმ წამსვე გამოიწვია თამამი ახალგაზრდა სპორტსმენი, ეგრევე გადაიყვანა ის პარტერში და უმოწყალოდ ცემა. იმ მომენტში ძალიან გაღიზიანებული ვიყავი, რადგან Aisling-ი ჩვენთან დიდხანს ვარჯიშობდა და ფაქტიურად ოჯახის წევრივით იყო. ყველა სპორტსმენი მას უფრთხილდებოდა, კონორი კი შემოვიდა და ცემა საწყალი გოგო. ამიტომ მე ის დავსაჯე, გადავიყვანე გდებით პარტერში და იმდენი ურთხი კორპუსში, სანამ მაგრეგორმა კვნეს არ დაიწყო. აი ამის მერე ვკითხე, აბა რას აპირებ, გავაგრძელოთ ჩხუბი თუ ჯობია ვარჯიშს დაუბრუნდეთ. ამ დღის მერე კონორი დარბაზში ყველას პატივისცემით ექცეოდა. გარკვეული დროის მერე კონორმა მოსინჯა თავის სამოყვარულო MMA-ში. პირველივე შეხვედრა მან ზუსტად წუთნახევარში მოიგო ტექნიკური ნოკაუტით. კონორ მაგრეგორის დებიუტი პროფესიონალებში 2008 წლის 8 მარტს შედგა თავისნაირ დებიუტანტთან გარი მორისთან. 19 წლის ბიჭუნამ კარგად გამოავლინა თავი, ის უკეთესი იყო თავის მეტოქესთან შედარებით და მოიპოვა გამარჯვება მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით. ორთვეში კონორი Cage Warriors ორგანიზაციაში ხვდება მო ტაილორს. მართალია ერთი მომენტი ტაილორმა ირლანდიელს არმბარი გაუჭიმა, მაგრამ მაგრეგორი გამოზრა და გადაუარა თავის მეტოქეს. ეს შეხვედრა 3 წუთში დასრულდა ტექნიკური ნოკაუტით. ერთ თვეში იგივე ორგანიზაციაში კონორი ხვდება არტემი სიტენკოს. სწორედ მაშინ ახალგაზრდა მაგრეგორმა იბრძოლა ფსევდონიმით ნოტარიუსი. ამ შეხვედრაში არტემიმ პირველივე წამებზე წააქცია კონორი, რის მერე ცდილობდა ხელზე მტკივნეულის შესრულებას, მაგრამ არ გამოუვიდა ეს ილეთი და გადავიდა ფეხის მტკივნეულზე, რის შედეგადაც ნოტარიუსი დანებდა. ეს იყო ირლანდიელის პირველი მარცხი, რომლის მერეც კონორმა დაანება თავი ვარჯიშს და ჩავარდა დეპრესიაში. ეს მდგომარეობა გრძელდებოდა 2 თვის განმავლობაში, სანამ ნოტარიუსის დედამ მარგარეტ მაგრეგორმა არ დაურეკა მწვრთნელს ჯონ კავანას. დედამ ჩემს კარიერაში დიდი წვლილი შეიტანა. მარცხის მერე სერიოზულად ფიქრობდი კარიერის დასრულებაზე. დედამ ჯონის სახლში მოიყვანა და ხანგრძლივი საუბრის მერე მწვრთნელმა დამაჯერა, რომ ყველაფერი წინ მაქვს. ამის გამო დედა ჩემის დიდი მადლიერი ვარ, რომ არა ის მე ვიქნებოდი ჩვეულებრივი ალბათ ვიღაც სანტექნიკოსი. კონორმა განაახლა ვარჯიშები და რამოდენიმე თვეში შეხვდა დებიუტანტ სტეფან ბეილის. სხვათა შორის ეს ბრძოლა 2008 წელს იყო კონორის რიგით მეოთხე ბრძოლა ერთ წელიწადში. ნოტარიუსმა წუთი და 22 წამში გაანადგურა თავისი მეტოქე ფულ მაუნტში ჩაქოლვით და მოიპოვა გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით.
ამ გამარჯვების მერე ნოტარიუსს კიდევ დაეწყო პრობლემები, რის გამოც მან რამის დაანება თავი MMA-ს. თანხის უკმარისობის გამო კონორი ვეღარ იხდიდა დარბაზის დამზადების ფულს და შეეშვა ვარჯიშს. საბედნიეროდ საქმეში კიდევ ერთხელ ჩაერთო ჯონ კავანა. მწვრთნელმა მაკგრეგორი მოაწყო დარბაზში ბავშვების კრივის მწვრთნელად და თავისი ბოლოს შეხვედრიდან პროფესიონალებში 2 წელიწადში ირლანდიელმა განაახლა კარიერა 2010 წლის 9 ოქტომბერს, სადაც შეხვდა თავის სეხნიას კონორ დილანს. ბრძოლამდე რამოდენიმე თვით ადრე ნოტარიუსმა შეიძინა ცნობილი წიგნი საიდუმლო, სადაც აღწერილი იყო წარმატების ფორმულა და ამ წიგნით მოტივირებულ ირლანდიელმა პირველივე რაუნდში დააფინიშა თავისი მეტოქე. 2010 წლის 27 ნოემბერს კონორი კიდევ ერთხელ დამარცხდა პირველივე რაუნდში მახრჩობელი ჯონ დაფისთან UFC-ს მომავალ მებრძოლთან. იმ დროინდელ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პრომოუშენში Cage Warriors-ში. ბრძოლის შემდეგ ყველას ეგონა რომ კონორი ისევ დეპრესიაში ჩავარდებოდა და ამჯერად ნამდვილად დაასრულებდა კარიერას, მაგრამ მან თავი ხელში აიყვანა და სწორედ ამ დღიდან მან 15 გამარჯვებიანი ვინ-სტრიკი შეასრულა. გახდა 2 წონითი დივიზიონის ჩემპიონი Cage Warriors-ში და UFC-ს ჩემპიონი, მაგრამ მოდით ყველაფერს მივყვეთ ქრონოლოგიურად. სამ თვეში მოტივირებული და მშიერი კონორი შევარდა CFC-ს პრომოუშენის ოქტაგონში, სადაც ნახევარ რაუნდში გადაუარა ჰიუ ბრედის. ზუსტად ერთ თვეში ნოტარიუსმა 16 წამში დაანოკაუტა მაიკლ ვუდი. კიდევ ერთ თვეში კონორმა ბრძოლა ნოკაუტით მოუგო პედი დოერტის, მან თავისი მეტოქე დააფინიშა რეკორდულ დროში, გონგიდან 4 წამში. 2011 წლის ზაფხულში კონორი შეხვდა პოლონელ მებრძოლს არტურ სავინსკის. მან თავისი მეტოქე ტრადიციულად მიწაზე ფულ მაუნტში მეორე რაუნდში ჩაქოლა და მოიპოვა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება. ოთხ ნოკაუტიან ვინ-სტრიკმა კონორს კიდევ ერთი შანსი მისცა ებრძოლა Cage Warriors ორგანიზაციაში და 2011 წლის 8 სექტემბერს ნოტარიუსი შეხვდა არონ ჯენსენს. ჩემი ბრძოლები ნანახი გააქვთ, მე დგომშიც და პარტერშიც ძლიერი ვარ, ასე რომ ნებისმიერს გადაული წინ არავინ დამიდგეს. ამ შეხვედრაში ნორვეგიელმა ვერაფერი გააკეთა, კონორი კარგად იცავდა გდებებისგან თავს და ეს შეხვედრაც ტრადიციულად პირველივე რაუნდში მოიგო თავისი მეტოქის მიწაზე ჩაქოლვით. ამ გამარჯვების მერე ირლანდიელმა გააგრძელა ვარჯიში გაათმაგებული მოტივაციით. ის ფაქტიურად დარბაზიდან არ გამოდიოდა, ამუშავებდა კრივის კომბინაციებს და არ ივიწყებდა ჭიდაობას და პარტერს. ნოტარიუსის შემდეგი ბრძოლა Cage Warriors-ში შედგა 2012 წლის 18 თებერვალს სტივ ოკეფის წინააღმდეგ. ბრიტანელი დაუმარცხებელი იყო. ბოლო შერკინება მან მოუგო იმ დროინდელ უძლიერეს მებრძოლს არტემი ლობოვს. მომავალში ლობოვი გახდება კონორის უახლოესი მეგობარი. სწორედ რომ ამ მებრძოლის გულისთვის ნოტარიუსი თავის გუნდთან ერთად თავს დაესხმება ჰაბიბ ნურმაგომედოვის ავტობუსს, თუმცა არ გაუსწროთ მოვლენებს და დაუბრუნდოთ მაკგრეგორის და ოკეფის ბრძოლას. ეს შეხვედრა ტრადიციულად ტარდებოდა 66 კილოგრამში და ატარებდა საპრეტენდენტო სტატუსს. ამ ბრძოლაში გამარჯვებულს მიეცემოდა შანსი სატიტულო ბრძოლის. ნოტარიუსმა თავისი მეტოქე წუთი და 30 წამში იდაყვებით გაანადგურა და მოიპოვა გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით. Wow, Mark Millard noticing Steve. Conor McGregor. 2012 წლის 2 ივნისს ნოტარიუსი შეხვდა დეივ ჰილს. კონზე იყო Cage Warriors კამარი 66 კილოგრამში. ეს შერკინება ტარდებოდა კონორის მშობლიურ ქალაქ დუბლინში. შესაბამისად დარბაზი გადატენილი იყო ირლანდიელი გულშემატკივრებით, თვითონ მაკგრეგორი კი იყო ძალიან თავდაჯერებული.
მე მქვია კონორ მაგრეგორი, ვარჯიშობ Strange Blast Gym-ში, დუბლინში. რეკორდი მაქვს 10 გამარჯვება და 2 მარცხი. აქ ბრძოლა დავიმსახურე, სახში ჩხუბის სულ სხვა რამ არის. მთელი ირლანდია გულშემატკივრობს, ზმაო. თავს ძალიან მაგრად გზნობ, უბრალოდ გავალ გალიაში და ვისი ამოვნებ. წინ ჩემს მეტოქეს ელის იმპროვიზაცია და ექსპერიმენტები. ჰილი მალევე მიხვდება, რომ მე სხვა დონეზე ვარ. ის ვერ გამიმკლავდება, სიტყვაზე მენდეთ. ჩხუბის დაწყებამდე სტერნდაუნზევე კონორი იწევდა ხიდისკენ და უხსნიდა თუ რა უბედურ დღეში ჩააგდებდა ის მას. აქედან უკვე ნელ-ნელა იწყება ნოტარიუსის მწარე ტრეშ-თოლკი, რომლითაც ის ასეთი ცნობილი გახდა. ამ შეხვედრაში ირლანდიელი თავის მეტოქეს ჯობნიდა თავისთავად დგომშით და რაც არ უნდა იყოს გასაკვირვი პარტერშიც. მან რამის პირველი რაუნდის მიწურულს დააფინიშა ჰილი, თუმცა გაისმა გონგის ხმა. მეორე რაუნდში კონორი თავის ოპონენტს 4 წუთის განმავლობაში პარტერში ღეჭავდა და ბოლოს გაუფორმა მახრჩობელა და გახდა Cage Warriors ჩემპიონი 66 კილოგრამში. სხვათა შორის ნოტარიუსის კარიერაში ეს იყო პირველი და უკანასკნელი გამარჯვება საბმიშენით. Good maturity shown by Conor McGregor's never been submitted. It's a lot of pressure. There it is. Conor McGregor is victorious. The featherweight belt. And there was an extreme to earn himself championship gold. The new featherweight champion of the world. ამ ტრიუმფის მერე კონორი თავისი ტიტულის დაცვას აპირებდა, მაგრამ დაიზიანა მუხლი და იძულებული გახდა 6 თვით დაესვენა. სხვათა შორის სწორედ რომ მუხლების და ჯვარედინი მყესების გამო კონორი მომავალშიც ბევრჯერ დაიტანჯება. ტრაუმის რეაბილიტაციის შემდეგ კონორი დაუბრუნდა Cage Warriors ჩემპიონის სტატუსში, მაგრამ ტიტულის დაცვით არა. ორგანიზაციაში 70 კილოგრამში კამარი გახდა ვაკანტური, ამიტომ ირლანდიელმა გამოთქვა სურვილი ბრძოლის მეორე ტიტულზე და შეხვდა გამოცდილ ბრატისლაվել ივან ბუხინგერს. სონს ვაორმაგებ, უბრალოდ ჩემთვის ყველაფერი არის შესაძლებელი. ამ ხარზე მეორე კამარს ხედავ, წინასწარ ხვდები? მთელი ირლანდია ჩემს გვერდზეა, ასე რომ ბუხინგერს არ გაუმართლა. კონორმა რაუნდი ფინტაობით დაიწყო და მალევე გდება შეასრულა, სადაც მოყვა მახრჩობელაზე, მაგრამ მალევე დააღწია თავის ახიფათო ილეთს და შეხვედრა გაგრძელდა დგომში. ირლანდიელი ძალიან დამაზიანებლად და თავდაჯერებულად იბრძოდა, ეს იყო სრული დომინაცია დგომში, რომელიც მესამე წუთის მიწურულს დასრულდა 1 დარტყმით. კონორი გახდა ერთდროულად 2 დივიზიონის ჩემპიონი. ესეთი რამ ამ ორგანიზაციაში არც ნოტარიუსამდე გაუკეთებია ვინმეს, არც მის შემდეგ. გუზნობ თავს მთელი გუნდი ზეიმობს გამარჯვებას. ეს მომენტი წინასწარ ბევრჯერ წარმომიდგენია, ასე რომ 2 კამარი ჩემთვის არ იყო სიურპრიზი. მაგრამ მკიდია გარშემო ვინრას ლაპარაკობს. დღემდე ზოგს ანდერდოგი მგონი ვარ, მაგრამ მე საუკეთესო ვარ. ამაში დარწმუნებული ვარ და მალე ყველა მიიღებს ამ ფაქტს. 2 კამრის მოპოვების შემდეგ გარშემო ყველა, მათ შორის კონორიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩემპიონს მალე UFC-დან დაუკავშირდებოდნენ, მაგრამ ორგანიზაცია კაიხანი არ გამოდიოდა კავშირზე. ბოლო ბრძოლაზე ნოტარიუსმა ორგანიზაციისგან $2500 მიიღო. მაგ დროს ირლანდიელისთვის ეს იყო ძალიან დიდი ფული, თუმცა ეს თანხა ნელ-ნელა ცოტავდებოდა UFC-ის ლოდინში. საბოლოო ჯამში კონორი ისევ დარჩა უფლოდ, ის ისევ გახდა დამოკიდებული სახელმწიფო დახმარებაზე და მეუღლის მხარდაჭერაზე. კონორი ვერ ხვდებოდა რატო არ უკავშირდებოდნენ UFC-დან. საკუთარ ქვეყანაში ის უკვე ვარსკვლავი იყო. ცნობილია, როდესაც მაგრეგორი სოციალური დახმარების რიგში იდგა, სადაც უნდა მიეღო €188. მასთან ხალხი მიდიოდა სურათის გადასაღებად. UFC კი არ ჩანდა და ნოტარიუსმა ხელი ჩაიქნია და დაანება თავი ვარჯიშებს. სწორედ მაგ დროს დუბლინში ჩამოფრინდა დანა ვაითი ახალგაზრდა ტალანტების საძებნად. უამრავი ადამიანი მივიდა UFC-ის ბოსთან თხოვნით, რომ ის შეხვედროდა კონორს და ეს შეხვედრაც შედგა. დანას პირველივე დანახვიდან მოეწონა მაგრეგორი, ისინი ჩაჯდნენ მანქანაში, გაისეირნენ დუბლინის ქუჩებში და იმ დღესვე ირლანდიელმა ხელი მოაწერა კონტრაქტს. 2013 წლის 7 აპრილს, როგორც იქნა, კონორი იდგა UFC-ის ოქტაგონში მარკუს ბრინეიჯის წინააღმდეგ. ეს შეხვედრა შვედეთში შედგა, მაგ დროს კონორს სპონსორები არ ყავდა, ამიტომ გზავრობის ფული მას მწვრთნელმა გადაუხადა. იქ ჩემი ქვეყნის დროშით შევალ, სადაც წარმოვადგენ ირლანდიას. ეს არის ნამდვილი ოცნება, რომელიც რეალობად იქცა. იმ მომენტისათვის კონორი უკაპიკოთ იყო, მას ეკიპირების ფულიც კი არ ჰქონდა, ამიტომ ნოტარიუსი ბრძოლაზე გავიდა თავისი ძველი შორტებით.
გააზრებული მქონდა რომ ეს ბრძოლა იყო ჩემი შანსი უკეთესი ცხოვრებისკენ. დარწმუნებული ვიყავი გამარჯვებაში. ამ შანსს ხელიდან ცოცხალი თავით არ გაუშვებდი. Ladies and gentlemen, this fight is 3 rounds in the UFC featherweight division. კონორმა თავისი სადებიუტო ბრძოლა UFC-ში ზუსტად 67 წამში ნოკაუტით დაასრულა და მიიღო ბონუსი. საერთო ჯამში მან $60,000 გამოიმუშავა პირველივე ჩხუბში. ამხელა ფული მაგრეგორს ცხოვრებაში არ უნახია და ამ დღიდან ნოტარიუსი გადაიქცა ფულის აბეჭდ მანქანად როგორც თავისთვის, ასევე ბუნებრივია ორგანიზაციისთვისაც. ეს ბიჭი ნამდვილი ცხოველია. ის ოქტაგონში ისე შემოვიდა თითქოს ეს იყო მისი მე-100 ბრძოლა UFC-ში. სტამბეჭდავი გამოსვლა იყო. კეთილი იყოს შენი მობრძანება ორგანიზაციაში. იცით, ჩემთვის სულ ერთია ვინ იქნება შემდეგი. მე მშიერი ვარ, ფოკუსირებული ვარ გამარჯვებაზე, ასე რომ გამოუშვით ნებისმიერი. 2013 წლის 18 აგვისტოს კონორი შეხვდა ამ სპორტის ლეგენდას მაქს ჰოლუეის. მაშინ მაქსი ახალბედა იყო ორგანიზაციაში, თუმცა თავიდანვე ითვლებოდა სახიფათო მებრძოლად. კონორი კარგი მებრძოლია, მის გარშემო დიდი ჰაიპია, ამიტომ ერთი სული მაქვს მალე ყველას გაჩვენოთ ნამდვილი შოუ. მაგრამ კიდევ ვირას ფიქრობს ჩემზე, დიდი ჰაიპი, პატარა ჰაიპი, როდესაც ოქტაგონი დაიკეტება, მე მაქვს გადაული. სულ სახეში უნდა ურთხა, არ მაინტერესებს შედეგი, მთავარია ჩემი თავის საუკეთესო ვერსია დავახედრო მას ოქტაგონში და ჩხუბით ვისი ამოვნო. მართალია ამ შეხვედრაში კონორმა სერიოზულად დაიზიანა მუხლი, მაგრამ სამივე რაუნდი ბოლომდე იჩხუბა და უკეთესი იყო მაქსზე ყველა ასპექტში. როგორც შედეგი ნოტარიუსმა თავის კარიერაში პირველად შეხვედრა მოიგო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. მაქსმა კი ამ მარცხის მერე 13 ზედიზედ ბრძოლა მოიგო, გახდა UFC-ის ჩემპიონი და 3-ჯერ დაიცვა ქამარი. მაქსზე მაქვს გაკეთებული დოკუმენტური ფილმი, ვისაც გაინტერესებს, ნუს აღწერაში დაგიტოვებთ. ვიცოდი რომ მაქსი ძლიერი მეტოქეა და შემოასაჩეხაოთ და ასეც მოხდა. მე კინაღამ ის დავაფინიშე, მაგრამ მეორე რაუნდში პარტერში მუხლი ამომივარდა. რომ ავდექი უკვე მყარად ვერ ვიდექი. არ ვარ მაყოფილი შედეგით, თუმცა დაზიანების შემდეგ დავიწყე იმპროვიზაცია და ადაპტირება. მებრძოლი უნდა იყოს მზად ყველაფრისთვის, რადგან ოქტაგონში ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. McGregor turns here tonight in Boston against Max Holloway. Notorious Conor McGregor, ladies and gentlemen. გაწყვეტილი მყესების გამო ირლანდიელი თითქმის 1 წელი მკურნალობდა, მაგრამ აქტიური იყო Twitter-ში და ყველა საუბრობდა მის დაბრუნებაზე. 2014 წლის ზაფხულში გამოჯამრთელებული კონორი დაუბრუნდა ბრძოლებს და საკუთარ ქალაქში თავარ შერკინებაში შეხვდა Ultimate Fighter-ის გამარჯვებულს დიეგო ბრანდაოს. მთელი მსოფლიო გაიცნობს ირლანდიას, სწორედ ამისთვის ვარ მე აქ. ჩემი თანამემამულეების 99% უყურებს ამ ბრძოლას ქვეყნის მთავარ არხზე. არ ამგონია UFC-ის ისტორიაში ვინმეს გაეკეთებინოს ის, რაც გავაკეთე მე ამ მოკლე დროის მონაკვეთში. შაბათ საღამოს შემოვა გალიაში და გადაუვლი დიეგოს. თან ამას ისე ადვილად გავაკეთებ, რომ გარშემო ყველა იტყვის, როგორ დაანოკაუტა კონორმა ბრაზილიელი. მინდა ყველა შოკში ჩავარდეს. ბევრი იკითხავს ამხელა პაუზის და ტრავმების მერე კონორი რანაირად მოიგებს. აი ამ დროს გავალ მე და ჩავაჯმევინებ ყველას. მთელი დივიზიონი გაჩუმდება, ჩემს ქვეყანას ყველა გაიცნობს. ჩემი გვარი მაგრეგორის სისხლით არის დაწერილი შოტლანდიის მინდვრებზე მე-17 საუკუნეში, როდესაც ჩვენ ვანადგურებდით ბრიტანელებს. ჩემი წინაპრების სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდნენ. ეხლა კი თანამედროვე არენაზე გლადიატორი მე ვარ და შაბათს დიეგო იგემებს ჩემს წინაპრების რისხვას. მე მას პირველივე რაუნდში დავანოკაუტებ. მებრძოლებმა თავიდანვე გაცვალეს რამოდენიმე დარტყმა და ჩაეხუტნენ ერთმანეთს კლინჩში, სადაც ირლანდიელი მაინც დომინირებდა. შემდეგ იყო თითქმის 2 წუთიანი პარტერი, რა თქმა უნდა კონორი აქაც უკეთესი იყო და აი როგორც კი შეხვედრა დაუბრუნდა ვერტიკალურ მდგომარეობას, ნოტარიუსმა დაიწყო ბრაზილიელის დისტანციიდან დაცხრილვა. რის შედეგადაც წააქცია დიეგო და მიწაზე ბრუტალურად ჩაქოლა. ეს იყო კონორის ზედიზედ მესამე გამარჯვება UFC-ში და რა თქმა უნდა ბონუსი. Good shots on the inside pass. Right now looks hurt. He's coming in. He's coming in. He's stopped it. And then the
ვთქვი, რომ მე მას პირველ რაუნდში დავაფინიშებ და ასეც მოხდა. ამ პლანეტაზე არავინ არსებობს, ვინც ჩემს მიწაზე დამამარცხებს, ამაში ეჭვი არავის შეგეპაროთ. ეხლა კი გავალ კულისებში და ლორენცი ფერტიდოსთან ერთად დავლევ ყველაზე დედის მსერავ ვისკის და ვისაუბრებ საფეხბურთო სტადიონებზე. ჩემს ხალხს მეტი სივრცე ჭირდება. ამ გამარჯვების შემდეგ კონორი შეხვდა ახალგაზრდა დასტინ პორიეს. ამ უმაგრეს მებრძოლზე მაქვს გაკეთებული ვიდეო, გირჩევთ ნახოთ და გაიცნოთ, რადგან ეს სპორტსმენები ერთმანეთს სამჯერ შეხვდებიან და სწორედ რომ პორიესთან ბრძოლის შემდეგ მომავალში კონორი დაასრულებს კარიერას. მებრძოლებს შორის თავიდანვე დაიძაბა ვითარება. კონორმა იმდენ იქნა, რომ პორიე ბრძოლაზე უკვე აჭრილი იყო. ზოგადად ნოტარიუსი ცნობილი იყო თავისი მწარე ტრეშ-თოლკით, ეს იყო მისი გეგმის ნაწილი ყოველთვის. რის მერე სპორტსმენები მასთან ოქტაგონში უკვე მენტალურად განადგურებულები ადიოდნენ. მე ყოველთვის ვიძახდი სიმართლეს, მიყვარს როდესაც გამოვიყურები ვიზუალურად კლასნად და მიყვარს მეტოქეების სახეების დალეცვა. ამაში ბადალი არ მყავს. იცით, 27 სექტემბერს შევალ ოქტაგონში და მოვაგლიჯავ დასტინს თავს პირველივე რაუნდში. ჩემთვის ამის გაკეთება მარტივია. ალბათ პორიეს ეს სიტყვები მარიაჟობა გონია, მაგრამ როდესაც ის აზრზე მოვა და დაიწყებს თავისი ცხვირის ზებნას, რომელიც თავის ადგილზე არ დახვდება, მაშინ მიხვდება, რომ ეს უბრალოდ სიტყვები არ არის. ის არ არის ცუდი სპორტსმენი, კაი კონტრპანჩერია, მაგრამ რეალური გამოცდილება არ აქვს, როგორც მე. კონორს ჩემნაირი ჯერ არ შეხვედრია. ამ ტიპის მთავარი მინუსი სუსტი ყბარი. ცუდად არ გამიგოთ, მომწონს პორიე. ის პატარა სოფლელია, რომელიც არის არსაიდან. დარწმუნებული ვარ, ეს პაცანი რაღაც ცირკში გაიზარდა. არ არის ცუდი როჟა, მაგრამ ბრძოლის დღეს მისი ყბა ვერ გამიძლებს. უკვე გეშინია მძღნერის გროვა. დაგლეწავ. ხელები გაწიეთ ზუკნა. კონორმა ახალგაზრდა პორიეს ნამდვილი წნეხი მოუწყო, განსაკუთრებულად აწონებზე. დასტინი არ იყო მზად ასეთი თავდასხმისთვის და აიჭრა. ის თავს ვერ აკონტროლებდა სტერნაუზე. ნოტარიუსის გეგმამ იმუშავა. ასე მაგრად არც ერთი ჩემი მეტოქე არ მეძღებოდა. გახსოვდეთ, კონორი თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს და ამჯერადაც ასე მოხდება. ამ სოფლელს პირველივე რაუნდში დავაფინიშებ. და მართლაც კონორმა იწინასწარმეტყველა თავისი გამარჯვება, მან მენტალურად გაანადგურა პორიე. 106 წამში დაანოკაუტა და ჩაიკეცა ჯიბეში მორიგი ბონუსი. Hands in his hips. Out of conversation. Looking to finish the fight. It is all over. Just like that. ამ ტიპებს უბრალოდ კი არ ვთიშავ. მე ვირჩევ რაუნდს და წინასწარ ვაფრთხილებ, როდის დავანოკაუტებ. ხო გითხარით, რომ პორიეს პირველ რაუნდში დავანოკაუტებ. შეგიძლიათ დავიძახოთ მისტიკ მაგი, რადგან ჩემი წინასწარმეტყველობა ყოველთვის ხდება. 1 minute, 46 seconds in the very first round. Declaring the winner by TKO, the notorious Conor McGregor. მისტიკ მაგის შემდეგი მსხვერპლი ძლიერი ვეტერანი დენის სივერი გახდა. ეს ბრძოლა 2015 წლის 18 სექტემბერს ბოსტონში შედგა და იყო ივენთის მთავარი შერკინება. მე ზუსტად 2 წუთი მჭირდება იმისათვის, რომ შევისწავლო სივერი და აი მერე დავიწყებ მის დალეწვას. ამ ბრძოლისგან მინდა მივიღო მაქსიმალური სიამოვნება, ამიტომ მე ჯერ მინდა ის კარგად ვსემო და ბოლოს დავაფინიშო. დენისის სემის მერე შემდეგი იქნება ჟოზე ალდო. ალდო ჩემთვის არის რიგითი მსხვერპლი ამ დივიზიონში და ზოგადად მთლიან UFC-ში საუკეთესო მე ვარ. ფრთხილად იყავი. შეიჯვი ბიჭო, როდესაც საუბრობს მეფე, გარშემო ყველა ჩუმად უნდა იყოს. ბრძოლის წინ სტერნაუზე კონორმა სივერს ხელი გაუწოდა. მეტოქემ დააიგნორა ეს ჟესტი და იმ წამსვე მიიღო ნოტარიუსისგან პასუხი. კონორი ამჯერადაც მართალი იყო. მან გერმანელი ჯერ მაგრად ცემა და ბოლოს მეორე რაუნდში დააფინიშა. ეს იყო მაგრეგორის ზედიზედ მეხუთე გამარჯვება ორგანიზაციაში და მეოთხე ბონუსი. Straight left hand that put Tennessee Conor McGregor and post-fight coverage on The notorious Conor McGregor. ფინიშის შემდეგ კონორი ოქტაგონიდან გადახდა, ჟოზე ალდოსთან მივარდა მუქარებით და გინებით. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავდა. ირლანდიელის შემდეგი ოპონენტი იქნებოდა ალდო, რომელიც 10 წლის განმავლობაში აკანკალებდა დივიზიონს მარცხის გარეშე.
იცით 10 წელი რატო იყო ალდო ჩემპიონი? იმიტომ რომ მე არ ვიყავი UFC-ში. ჩემთვის ის რიგითი სპორტსმენია, რომელსაც პირველივე რაუნდში დავანოკაუტებ. ჩემთან შეხვედრის შემდეგ ალდომ ჯობია კარიერა დაასრულოს. ორგანიზაციამ დაიწყო ამ შერკინებაზე მუშაობა, მაგრამ კონორმა კიდევ ერთხელ დაიზიანა მუხლი. ბრძოლა გადაიდო და შემდეგ დაიტრაუმა ჟოზე ალდო. ბრაზილიელმა განაცხადა, რომ სანამ ის ბოლომდე არ იმკურნალებდა, ბრძოლას არ აპირებდა. ნოტარიუსი კი ალდოს ლოდინს არ აპირებდა და ჩხუბის სურვილი გამოთქვა ნებისმიერთან, თუ კონზე იქნებოდა დროებითი ტიტული და სწორედ მაგ დროს გამოწვევა მიიღო ჩად მენდესმა. მენდესი სერიოზული მებრძოლი და მოჭიდავე იყო, რომელმაც პროფესიონალურ კარიერაში 17 შეხვედრა მოიგო და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა და ისიც ორჯერვე დამარცხდა UFC-ის სატიტულო ბრძოლაში ჟოზე ალდოსთან. ჩემი გონება ტყვია გაუმტარიქვა არის ყველა მიცოდეს, აქ პირველი ნომერი მე ვარ და როდესაც ოქტაგონში დგას პირველი ნომერი მნიშვნელობა არ აქვს მეორე ნომერის შეცვლის მესამეს თუ პირიქით. ფანები ჩემი ქვეყნიდან ლას-ვეგასში ჩამოვიდნენ ბოლო კაპიკებით, მე მათ არ დავაღალატებ და ამ ლილიპუტს თავს წავაძრობ. ბედნიერი ვარ რომ აქ ვდგავარ და წარმოვადგენ ირლანდიას, ჩემი დამსახურებით UFC ფულს შოულობს. სინამდვილეში ამ ორგანიზაციის სამყარო მე უნდა ვიყო. ამ პრომოუშენს უნდა ერქვას მაგრეგორის შოუ. რადგან ფულის საჭრელი სტანოკი მე ვარ აქ. ეს მეტრანახევრიანი ლილიპუტი კი საერთოდ არავინ არის. მე გამოვალ ოქტაგონში, გამოვკრავ ჩახმას, ჩავიდებ ჯიბეში ფულს და წავალ, გავაგზავნებ ცხოვრებით სიამოვნებას. 2015 წლის ზაფხულში კონორი დროებით ტიტულზე შეხვდა ჩად მენდეს და ისეთი დარწმუნებული იყო გამარჯვებაში, რომ კულისებში დანა ვაიტს თავაზობდა ნიძლავს. კონორი დარწმუნებული იყო, რომ ის მენდეს 2 რაუნდში დაანოკაუტებდა და ამის გამო მზად იყო ნიძლავზე $3 მილიონი დაედო. რაუნდის დასაწყისშივე მენდესმა ირლანდიელის მიწაზე გადაყვანა მოახერხა, მაგრამ კონორი მალევე გამოძვრა და დგომში დაუშვა ჩადს. მაგრეგორი დგომში უპირობოდ დომინირებდა, თუმცა მენდესმა შუა რაუნდში კიდევ ერთხელ წააქცია ირლანდიელი და ადგომის დროს რამოდენიმე დამაზიანებელი დარტყმა გაუტარა, რის მერეც მაგრეგორი საგრძნობლად შენელდა. რაუნდის ბოლოს 1 წუთით ადრე მენდესმა კიდევ წააქცია დარეტიანებული ირლანდიელი და გონგის ხმამდე დომინირებდა პარტერში. საერთო ჯამში ეს რაუნდი შეიძლება ითქვას თანაბარი იყო მცირე მენდესის უპირატესობით. კონორმა მეორე რაუნდი აქტიურად დაიწყო, თუმცა მენდესმა ის მორიგი ტეიქდაუნით დაამშვიდა. თითქმის მთლიანი ბრძოლის მონაკვეთი ამერიკელი კონორს ზემოდან ეჯდა და სასტიკად ამუშავებდა და აი რაუნდის ბოლო წამებზე დაღეჭილი მაგრეგორი ახერხებს ადგომას. იწყებს ჩეხაობას და კროსით აქცევს მენდეს მიწაზე, რის მერეც ტრადიციულად ქოლავს და იფორმებს ტექნიკურ ნოკაუტს თავის ბონუსით. Lost it in the back up. Closely. 10 seconds. Oh, he's there. Could he finish him here? That's it. It's all over. Conor McGregor is a heavyweight champion of the world, the Notorious. კონორ მაგრეგორი გახდა UFC-ის დროებითი ტიტულის მფლობელი, წინ მას ჟოზე ალდო ელოდა კამრების გაერთიანებაზე. დაიეხლა იწყება ყველაზე მთავარი მაგრეგორის გიჟური ტრეშ-თოლკი, 2 წონითი კატეგორიის ჩემპიონობა და ომი ჰაბიბ ნურმაგომედოვთან. ამ ყველაფერს ნახავთ რამოდენიმე დღეში მეორე ნაწილში, თუ ამ ვიდეოზე 5000 ლაიქს ავაგროვებთ, ამიტომ დააჭირე ლაიქს. ასევე ჩემი მაყურებლების დაჟინებული თხოვნით დავამატე დონაციის ლინკი და ვისაც უნდა არხის განვითარებაში შეიტანოს პატარა წვლილი, რეკვიზიტებს დაგიტოვებთ აღწერაში. მე კიდევ ამით გემშვიდობებით, შევხვდებით მომავალ ნაწილში, რომელიც იქნება ბევრად ბირთვული.